მოგესალმებით მეგობრებო, დაბრუნდა პოდკასტების თავი, საზომი ერთეული პოდკასტებისა, ფუ პოდკასტი, წეგანს გავსქვი და განმეორდები რომ ქვაროა აგდო, დაეცემა მისტერ ბისტის მიმბაძელებს საქართველოში და მეორე პოდკასტს რა. ყანა ეგრე დაალაგდა რა. მაგრამ ჩვენ აგვწდება, იმიტომ რომ ჩვენ რუია წყალში ვთით თევზი როგორ დავიჭიროთ. თვითონ ჩვენა ვართ. ქვაროა აგდო. ჩვენ ავაგდეთ და ვიღაცებს ეცემა. რა თქმა უნდა. დღევანდელი სტუმარია, ჩვენ ვსწავლობთ. ხალხმა ალბათ მინიმუმ მაქსიმუმ 3-4 კომენტარი იყო, ბანი მოიყვანეთო და კი, ჩვენი გადაცემის ისტორიაშიც დავიწყეთ. ის 4 ადამიანი წერდა, რომ ბანი მოიყვანეთო 3 კვარტალში ერთხელ თვითონ. არა, ერთი ადამიანი იყო, მასაც 4 აკაუნთი აქვს. მოდი ხა რეალურად ვთქვა, აიპები შევამოწმეთ. ბანი მოვიყვანეთ და ბანი მოვიდა დღეს ჩვენთან, მადლობა ბანი. და პირველივე უტკა, პირველი ის არის, მეორე მე ვარ. აქამდე კაი შუტკები ხო თუ როგორ ხარ? კარგად, როგორ ხარ? ეს მაინც ფორმალური შეკითხვები მაინც. ყალებაზარი. იქამდე ვან დიდი ხანი აქ მოსული ამ ყალა მოვიდა რა. ერთუთ ყალა მოვიდა სამში დაიწყე და ხუთი რა გაფარია შეჩება რა გაფარია თქო რა ეს წკაპებს და რავი კვარა მაჩუკაოს. აი ეგრე მითხარ. აი დაადასტუროს რა ეგრე მითხარ. არ მითხარ. მე მეუთხარ იქნება ხატია შეხედე მეთქი შეჩემა რა რავი ჯორდანი მე გაიხსენა მაგრამ ეგ იყო მთა კვარამ რუაჩუკა არა კვარა გაიხარე ძმა მაგარი კაცი ხარ რუაჩუკე ვიყო მეც აი ყველაფერი შეინაჩუკარი მაცვია რასაც მიგზავნი კალა მართალია შეხო თვითონ კუც გიგზავნ მე მიგზავნ თქო ეს ყვითელი სკოჩით არის შეფუთული ნობი რო ხარ ხა შენ რა კვარა მაჩუკა თქო აუცილებლად ხვიჩაზე რატო წახვედი და არა სხვა კვარაზე ბიჭო ეგრე თქო იმიტომ რომ მე ბრენდი მითხარი გაიგე რავი კვარა მაჩ არა მე ეგეთი ფლექსი ტიპი არა ხვიჩა რასაჩუქებდა ამას მაგრამ მეც გამიკვირდა გაიგე რა რა გაგიკვირდა შეჩემა ადექი ამოხტი ტრუსიკიდან და აბა ვინ გაჩუქა მავანი იყო ჩამოსული ო ბაზარი კვარა ეგე ძმაო რა თქვა რო აგდო კვარას მოხდებოდა ერთ-ერთი არის ეგ ბაზარი არა კვარა ესე აი ხეთი ეგ ამბავი გვაქვს რა მაგრამ ხვიჩასგანაც ველოდები ხვიჩამ სადიშვა მეთქი წკაპებით აქა ისა არა ჩამოვიდა ლაივზე ბანიც იყო სხვათა შორის ერთკვირიან ლაივზე და მე რეპერები მაგრა უბერა მაგარი ბარსელონა რეალს უყურეთ ერთად სადა ნორიოში მე არ უყურე მარტო ჩემ ლაივს უყურე სხვისი არ მიყურებია ოდიში რა ვინ გაგზელთ ხო ველოდები მოვიდეს და გამოვაგზავნე ასაკები უნდა გავგზავნო ხოდი სახს ვაქირავებ გაიგე და ის არის რა სახს აქირავებ მე 6 სახს ვაქირავებ აი ფლექსი კვარა მაჩუკა და ჩემი ხუდი გაუკვირდა კეპი არა ბიჭო თესლად შევახე რა ანუ არ ვიციო რა მაფარიაო შეჭა ბებიაჩემს რომ ფაკოფეც ვახომე რაგაც აი აი ზედა რა არის ზედა რაგაც განსხვავებული სასმისი ვიცი მე რა არის განსხვავებული არ წერია ერთ-ერთი რა არის რა ბრენდია ეხა რო გაგატაკო ქართული ბრენდია თქო მაგას გეუბნები რა ქვია განსხვავებული თქო შეკარგა მაგიდა ბიჭო ბებიაჩემს რომ ფაკოფეც ბებიაჩემს ის ფაკოფ აუ მაგარი მახატია ესპეში მუშაობდა ხოლმე და უკან წნევის წამალეს ფაკოფ გამოდიოდა შენ იმაშვები რა ქვია ეგრე აი რაგაცვია იცი ყველაფერი ამ კაც საშუალება არა აქვს და რაცაცვია ის მე რეპერი ვარ მადლიერებითაცვია გაიგე რატო აგდე ფუხე ხომ გქონდა რატო უყობ ჯიბეში ხელს რო არა აფში არ უყობ ბოზიში ჯიბე გააქვს ეგეთ ხოძიას და კაი რეპერები რომ მოვლენ რომ მოიგე აქედან იმედი ძალიან გაზატონილება პიპის რომ მოიგე სეზონი მაყუთი არ გამოვიდნენ არაფერი არ გერგო რა მაყუთი შეჩება პელემ წაიღო ვალები გადაიხადა არა ბანი მოიგო და რამდენი აიღო არ გაინტერესებს ჩავუყოთ ახლა მართლა რამდენი მოიგე რამდენი დაგჭა 20 რა ბენჟამინ $20,000 ბეთშიც მოიგებს მახარ ახლა ის კარიერას დაიწყე ჩემი იო მახარ ჯი მომენტთან შენ მოიცა ერთ წამ მართლა $20,000-ია თუ მე გადავაბი არა ბიჭო არა $20,000 სტაფი თვითონ თუ დარჩა ლარი იქნება 10 სადღაც ეგრეა რა რამდენია იღება არ უნდა ადამიანს თქმა საჯარო ინფორმაცია არ არის ეგ არ ამბობენ რომ ამან შეიძლება არაფერი არ არის ანუ არა შენ მე ვათამაშებდი 500-ს კილაძემ რომ მოიგო და არ მივეცი დაახლოებით იგივე პონტი ალბათ ხო სუნილეცემს არ ვიცი
არა, 20 აი უნდა აი მე შენთან ეგეთი კითხვა მაქვს რა. აი ეგ ადამიანმა უნდა იცოდეს ალბათ რა ბრენდისაცვია, რომ აი რადის არა ესეთი. არა ხო? შენი ლეველის ტიპმა არა. ბრენდის ჩემი ლეველის არა. ყველი არ გამოხვიდე, შეჩება მაგაზიც მადლობლები. მაგარი მახატია მე რამაცვია რა ბრენდი და რა ღირს და ასე შემდეგ. ბიჭო, ეგ არის თავარი შიგნით აი ადამიანი. კომპლექსი არის ალბათ ადამიანში. ვაფშე ეგ აი მე ტიპები მყავს სამსახურში ვარ ეგეთი ნამუშევარი, სადაც ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რომ აი რა გაცვია რა, აი. ხო. ეგრე იწყებოდა. ჩემი დილა იწყებოდა რომ ყავა მოხარშეთ ეს დედა და იმათ იწყოდა რა გაცვია. ანუ რომელი ყავა? რა მნიშვნელობა აქვს რაღაცია ღიპი გადმოგდებული და ჭიპის თავი გიჩანს ქვევით და გაისწორი. ჭიპი ბევრად ზევით მაქვს. სტუმარი ჩავრთოთ საუბარში, თორე ერთად. ანუ რა ასახით თქვენ? აი ჩვენ ვეძახით იუთუბელი. ხო? YouTube-ელი. YouTube, ანუ რეპერს ეძახი შენ თავს? ჩვენ ვიცი თუმფაკი არ ეძახ. თუ მჭირდება. ზოგჯერ ასულ. აი თუ მჭირდება ხო თქვა და რა გამახსენდა ის. თუმ საჰურ. მეც მაგონდა რომ მაგას ამბობდა თავიდან. ხო და აი თუ მჭირ ეგ რა არის? ძალიან არ მომეწონა რომ რა იცის ხარ? თუმ საჰური. აუ მე ტრალალა. არც თქვენ არიცით? აუ თუ არიცის? მოიც თუმ არის შენ ეგენ ტრალალები? ვა, არა და გამოგადგებოდა ლაინებში რაღაც. ახალგაზრდა მილენიალია რა. არა, მე ფეხს უწყობ. არ ვიცნობ მე TikTok-ი ტრენდებს შემორჩენელი. არა, მე შეჩემა გიჟივით რაც შემოواردება ჩემი შული როს ეს ეგრე უზივარ ხოლმე და ვიზეპირებ რომ ვინმეს ბანძი არ ვეგონო რა. მე ის ვიცი ბომბარდირა კროკოდილო. ო, ეგ არის მაგის ბიძაშვილია ეგ. ხო რა ეგ არ გამიგია. არა ბიჭო, ეს უკვე სირთულეები მიდის მე. რთულდება ხო? იქ შპიონი რო გოლუბი რო და რაღაცა ბალერინა კაპუჩინა რაღაცები არის. წეგან ბანზე აგვიგდო ხო იმის სიტყვა. რამდენია ფინალში. ბანზე არ აგვიგდო. არა, არ უნდა რა თქვას. ძალიან. მაშინ PvP Flows ოფიციალური განცხადებით მიმართავთ აქედან. ინტერნეტში დაიდოს ინფორმაცია. ანუ დაიდოს ინფორმაცია ფულის ადიხარჯება. არტისტს რამდენს უხდით ვინც იგებს, გვაინტერესებს. და ვინც აგებს. ჩვენ ყავდა სხვადასხვა არის ვინც აგებს და ისა ეხა იდე შესაძლოა. მე ვერად ფინალისტის საუკეთესო მაყურებელთა სიმპათია. ეხა მე და კალა რომ მივიდეთ, აზრი არ ექნება ვინ მოიგებს. ორივე იმდენივე ფულს ავიღებთ რომ მივიდეთ. ამდენიც გვეკუთვნის. ეგ სეზონოვსე. სეზონზე სხვანაირად არის. ოპა, გაბა გამახარა. სეზონოფი იცი რა არის? სეზონ გარებეთლია. გავიგე ხო, მაგრამ ანუ მოიცადე. ბიჭო, რაღაც ის როა დაწესებულება, რომელიც ატარებს ბეტლს, თანხა ხო უნდა გაათამაშოს რომ მე მუღამი მქონდა. ხო და იხდის სახელი? ხო და რო იხდის მე პროექტები ვიცი რომ თამაშდება ბინა საბუთალოზე რაღაცა. ანუ 20000 ლარი საპრიზო ფონდით რაღაცა და მან არ გამიგია ხო რამდენი თამაშდება. იმიტომ რომ მერყევია. ეგ თანხა არის მერყევი. მართლა გააჩნია რა დაждდება? ხო, ალბათ. ბიჭო, ვერ გამოვტყუეთ ვერნერი ინფორმაცია ჩემი. შეკითხვა მაქვს მე რა. PvP-ს ბეთლის მონაწილეებს შედარებით პასიური თავისი კარიერა აქვთ რა და ეგ რატო ხდება და შენ მხარეს როგორ არის ეგ? არ ვიცი. შენ YouTube არხი მაგალითად მუსიკების სიმღერები და რამდენად აქტიური არის და ანუ ბეთლზე უოჭველი ბევრად პროდუქტიული ვარ ვიდრე ისე სადაც ზერელად უდგები. ვა, აი ჩემი ბრალი. ზაყვეთ თითქმის ყველა ეგრე არის რა. აი ტაჰა ერთ-ერთი რამდენიმე ტრეკი და ძალიან კარგი რომელიც გავარდა თითქმის ისევე როგორც ბეთლის. ანუ მე ანუ ჰასლერო რა ეხა ჩემი ტრეკი უფრო შეკვეთებს ვიებ. ბოლოს ბრენდებისგან? ბოლოზარებს კომპანიებისგან? თუ ხო, საქართველოს და კიდე გოსტრაიტერი ვარ. ოღონდ ვისი არ ვეტყვი. ოპა. გოსტრაიტერი. არა, შეჩება. ანუ მე შენ დაგიწევ, შენ გაასაღებ თითქოს შენი ტრეკია, შენი დაწერილია, მაგრამ რელა წუნწუნი ახს მამულის ახალ პოზიცია. ხო, რაღაც ეგ ჰასლერო რა. და ვიღაც გავიგე. ესე იგი თქვენ როგორც მივხვდი მე PvP-ს ადამიანები ვინც გამოდიხართ, აქ ყავდა მესამე ადამიანი ხარ, შენ პელე ყავდა, ტახა ყავდა და გამარჯვებულებს ვიწევთ ხო ძირითადად ჩვენ. მე ერთ ფინალისტები არ გვაინტერესებს. ერთ-ერთი იქ ხართ აი თეუზი წყალში რა და
აი აქ რომ რაღაცა და ჩათ რაღაცა არ გველაპარაკებიან ეს ეთყობა ჩვენს უნდა გერი იმიტომ თუ არ მიბეთლაოთ თუ რა ვქნა ვიხმალაოთ დაწერეს ისე არიციან რა გითხრა ისე მაიგრია მართლა არ ვიცი ბანი მე სხვანაირად გიცნობ ძმაო და მოდი ეხა რაღაცა ერთი გავწოვდო ახი ყნავს ხოლმე ტვინს რა მოიწვიეთ აჰა მოვიწვიეთ ძმაო ფულკაზონო რამდენს უხდიან არა ბანი რომ ნახე პირველად რომ გამოვიდა ტახასთან ქონდა მეთქი ეს ბიჭი ალბათ იმდენს ლაპარაკობს თან ესეთ გამართული დიქცია აქვს რომ რა პერს ლაპარაკობს ძმაო ლაივში მოგიყვანეთ იქ და რა აჩი რამხელა კითხვა დაუსვა წეგან პასუხი რა იყო და შენ და ტატო ჩხუბობდით პასუხი რა იყო ის დაიბოგ ჩავრეული ყავი ჩიკადო ცოტას ბედზე თუ რაზე ჩხუბობთ რა ცოტას ბედზე გეგ ზუსტად გავიხსენე ხარ რაზე ჩხუბობდი და შენ ერითმებაო ატომ და მან არ ერითმებაო და იმან როგორ არავ ერითმებაო და არა პირიქით რატომ ახსოვს ტატა ზოგადად გამოირჩევა არა რაღაცა მაგაზე უნდა ვიფიქრო როგორ აჰო და შენ ერითმება თუ არა ერთმანეთს ხო და გააჩნია შენ ვინ არის მე მაგას ვამბობდი რა ტატას უთხარ რომ შენზე ვთქვით ხო და გაერითმა თქო რა გაგიჟდი შეჩვენა გაიადე მე რაღაცა იყო საუბარი ისე ჩატალახი ნახე ზარი ინტრიგანი ლევი არ მიყურებია საერთოდ და ეხა ზარის რო ისროლა რა ვიცი ცოტნეს ბედზე იყო იქ არა არ ვიცი აჩუმდი ბიჭო რა გავარ მართლა ცოტნეს ბედზე ბაზრობდით ბიჭო არა ერთერთი ვიზი ბედზის რა გადაწყეს დანაშენს და გადაწყვეტილი არის ცოტნე არის ბანი ამას წინათ ეხა რაღაც გადაცემაში ნახე კიდე ანუ YouTube-ზე აქტიურად დაიწყეს სიარული გადაცემებში უარსეუნებ ვინმეს რა იმანდარ არის გადაცემა რო ქონდა იმას პროფილი და იქ რო ყოფილიყავი ეგ უფრო არ გამიკვირდებოდა ვიდრე ისეთ ტიპებთან იყავი არა ვიძო ეგ ფულის ამბავი ხოლმე ხა ვერ ვიტყვი რა ბიჭა ესე უარს არ ვეუბნები რა მეგრული ხოდებით სიცხე მაგ გადაღება მაგ დანძრეული ეხა ის ხალხი გიყურებს სიცხე მაგ מחარამაც იცის ხოლმე ეგენი სხვა მე არასდროს მიყურეთ არასდროს არ გაქვს სიცხე არა ომის ოჯახის წევრებს მე ბიჭო მე מחარა დავპატიჟე ახალ წელს ორშაბათობის დაბადების დღეზე ჩემ დაბადების დღეს ასად არ აი ხა აქ პოდკასტში რომ როგორ მიყვარხარ კალა და არ მინდა გუნდიშებისა და ცოტნეების ყურება რა სადმე ცოტა თეთრ სივრცეში გადაიხადე სუფთად რომ მივიდე ხო და მეგობრებო აი ეს რომ სიყვარულს მეფიცება და აი ესე შეინელიშა როგორ მიყვარხარ და რაღაცა არც ერთ ჩემ წვეულებაზე მე რომ ამ ორშაბათობა გადავდი ამის დაბადების დღის გამო ეს თვითონ არ მოდის არსად და კომენტარებში რომ ვაგზნობინოთ როგორი ადამიანი შვება მაგას რა უთხრათ რომ არ შეიძლება ადამიანმა გაგითვალისწინა ხარჯი გაწია იქ რაღაცაა რომ ეხა მიზეზი არ მათქვია თორე პიში ჩაედება ვიღაცას აი არა მიზეზი აი ერთხელ გავიგე ორჯერ გავიგე სამჯერ მაგის დედავა შეჩემა რომ იმიტომ დიხარ აუზში ჩავარდები შეჩემა და მოუკვდები იქ რომ ამოთხარე ოკეი შიშიმა არა მახა ჯიგარი ხარ მაინც მიყვარხარ მე კაცო აი არა მე ჩემი ძმაკაცისგან გამიკვირდა აჩიკო რო ვერ მოვიდა თორე შენ ხა ისეც გადაგიდი ვარ აი ეს ხო ამდგარი არის და არ არის ამდგარი გაიგე ანუ პროსტო ის არის ძალიან მაინტერესებდა გიყურებდი და აი თვალს ვერ ვაშორებდი და მეთქი აი როდის იტყვის ამდგარი არ არის ამდგარი მეთქი აი როგორ ნეტა რა აი რა პოზიციაშია ნახევრად ამდგარი არის ვიზია უდგა აი რაღაცა თავში და კიდე კაი მითხარი შეჩემო კიდე კაი იმიტომ ძალიან ეხ მან ჩაასაჩი კი აი ცუდად ნახ აუ მოფამფალებულია შეჩემო რა არა ბუძიშმა შევკეცო მოიცა ესე რა ეხა ური შეიკაპიწე თუ ახსოვს ის შუტკა რო ხახო არა მე ხოძე რა ხო და ბანი მე რა მიგვანიშნე რა ანუ შენი ცხოვრების 10 წამი ჩემ ფიქში დახარჯე ხა მახა გაცილებით მეტი მაგ დახარჯე გაცილებით მეტი მაგ დახარჯე და შენზე დიდი ხანი ფიქრობ ხოლმე ზოგადად დაახლოებით 150,000 ადამიანმა ეხა 10 წამი დახარჯა ყლევას ხალხო აგზნობინე აჩიკოს აგზნობინეთ რო მოციძახი კალა შენც ეკითხებოდი მე ვეკითხებოდი იმას მიგვანიშნოს ვის უთხრა უარი სიცხე ვისზე ქონდა რა ანუ რომელ გადაცემაში არ გინდოდა მისვლა და რომელში მიხვიდოდი მოდი ესე გავაკეთე არ ვიცი WhatsApp-ზეა და ნომრით მწერენ არც იცი ხო ვაუ მოიცა რომ სად მიხვიდოდი აი სად გინდა რომ მიხვიდე YouTube-ზე რომელ გადაცემაში ავი ყველგან უკვე მაფიაში არ ვიყავი ოღონდ მეგრული ხოდი არა მართლა ვერ მივედი რაღაც არ მეცალა და გინდა ითამაშე საათის წინ დაურეკო ჯითო ვარ მოვდივარ არა არ ვიცი თამაში ორჯერ მიმიწვიეს არა მახარამაც არის შენ და ტაჰა არა ცუდად თამაშობ არა ვაფშე არ ვიცი ნანახიც არ ყოველ მეორე გადაცემაში ლენკა და ანალიზია არ მიყურებია ვაფშე იმიტომ რომ ბანი ნახევარი საათი უთხრა არ ცალიაო კი ვიღაცა მახსენდება კიდე All Star რო იწყებოდა და
აზრი აქ ხარ მოვიდეთ 3 საათი და ვინ იყო? ბიჭო, მე პრობლემები მქონდა. რა თქმა უნდა, მაგრამ სიცხეები, ეს სიცხეები რომ მიეწყობა. არა, მანქანა მყავდა. ოჯახის წევრების სიცხეები. და ფიზიკურად ვერ დავწერ. მე მანქანის სიცხე, მე იმის კარბურატორის სიცხე, ყველაფერს სიცხე აქვს. რეპის გარდა კიდე რა შეერკვევი? აი, გაგვაკვირვე რომ ფეხბურთი უყვარს. არა. რამე მე არ გინდა შენ, იმიტომ რომ შენ ვერ უყვევ. არა, გავიგე, გადა სხვა რა, ეს ფეხბურთია. მაინც ბეცონ სპორტზე ვართ და ფეხბურთში ვერ ყვევ, არ გვაინტერესებს. ოკეი, კაი, დიდი მადლობა. არა, შეჩემა რა შუაშია, просто აი ქიმია, ფიზიკა რაღაცა. სკოლა, შატალო. სკოლა. აუ იმენა კალდუნა. ხელი ძაღლის იმებზე რომ ეცინება, ხელი ძაღლის დაცავდა უთხრა, კაროჩე. იმენე ყველაფერზე ეც. სკოლა. მე ისი არ მოხდეს. მე ატესტატი როგორია? ზაპოროჟსა. შევედი დირექტორთან და უთხარი ატესტატში. აი, ხელძაღში ერკვევა. შენ გეფაროს ეგ. აი რა შუაშია ეხლა ანუ აი წყაპებიანი ქუდი რომელი გოდაა ბიჭო შეჩემ რავი და დავიფარე რაც გავიგე მას წითელი დაგემჩნევა მე რატო ნერვიულო მოიხადე შეჩემა შენ ნერვიულო როგორ გიჩანს ისე აი შეიკეცო არა გაიგე შენ თავს თავი დაანებე რა ვინ არის ეს ნასკ შენ ანაკ იყურე ან მე მიყურე შეჩემა ეხლა რა ერთი და იგივეა ხო და მაგას ა ვაფშე არა სხვაობა შეჩემა აზრ წითელი გაქო შენს აი მაგ ხო აი ასოციაცია ხო წყაბებზე არის ხო და რაღაცა გჭირს გაიგე აუ ეგ ვითამაშეთ სიფილის ვითამაშეთ ბანი ყველაფერს ბანი შეკითხვა მაქვს რა მოიცა რაღაცა კითხეთ ვანხარამ და ვაცაც სხვა რამეში რაში ხარ მაგარი რა მაგარი არა ანუ რა შენი ინტერესის სფეროები რა არის რა ფეხბურთი ვიცი რომ მაგრა გევასება ფეხბურთი და მუსიკა რა არ არის საკმარისი მუსიკა გონიოს კითხვა დადიოდე რეპი თუ იმენა ბაჰი და არა ნაი რეპის კიდია ბაბალშოუ აი გორილაზის სტიკერი მაქვს აი ჩაკუჩები რომ ეგ სხვა პიკფლო ეგ სხვა ანუ შენ გევასება ბეთლის მომი გაქვს შეგიძლია უპასუხო მიდისო მოდისო ვიღაცები რა მიდისო მოდისო არა ანუ მუღამი არ მაქვს მიწა ძალიან წარე ისინი ქონდა ფინალში რომელიც ამოჭრილი იყო ხო ხანჩები შენ დაგიქათეს ხო ვინ დაკათა מחარა საქმე ერთი ვერსია არა ბიჭო მე ვერ ვიგებ აი მთელი ერო ელოდება რომ ბანი ვის დააჯობს და როგორ და ხო ამოჭრილი რატო არის რა ქენი ეგეთი რა მორა ფერად კანიანებზე იხმრე არა აბა ბამბაზე კაცობრიობის ღირებულებები შევლახე და ვაღიარებ და წუხვარ ძალიან დიდი ხო מחარაც მაგას აკეთებს ყველა გადაცემაში მართლა აი მორალებს გადავახტი ანუ შენი აზრით ამოსაჭრელი იყო კი აბა რა იყო გადაო ბიჭო მაგა და გამუშავე შენ ხო პიპიდან შეგიძლია რა ეხა უცებ კაცობრიობის მორალი შელახო და არ ამოუჭრი დაუტოვებ არა გიკარნახე როგორ უნდა გქნათო აი ამ წამს გამოვიძახე იანდექსი თუ ეგ შეიძლება კაცობრიობის მორალი შელახოთ რამხელა გასაღებია სამი ტაქსი გამოვიძახე ხო რა ბურატინო ხარ შეჭი არა ბიჭო მიკესელებენ გაიგე 40 ლარს იღებენ აქედან გასაღებულ წაიღო და იმასაც მიკესელებენ ბანი ვინ არის შენთვის ფავორიტი YouTube პერსონა ქართულ YouTube-ში არ ვიცი არ აი ერთი რომ არ აყურებ მაგრამ მოიცა აბა გეტყვი კაროჩე ორ კვირაში ერთხელ უყურე ბაჭარანეთის კომენტარებს შენი ძმის პროსტა პერსონალური מחარას სიმპათიები დაკარგე არა מחარას ის მაგ ბოზებში რო იყო პირველად ეგ მოსმენილი მარტო მეტი არა ნაჭაენს კომენტარებს უყურებ ხოლმე ხო ანუ ძალიან ხშირად ვიმეორებ რა ეს ნახე ჩემი ძმა მაგრამ ანუ არ ვიცი წინ არის დროს ლუკა კალატოზი დაკარგავს აქტიურობას თუ სკრინები გამოვა ენაის ხო ნუ პიპის ეხება უფრო და ენაისი ხო იუთუბერია როგორც იუთუბერი ეგრე რეპერიც არის აი იუთუბერიც დიკაპრიო ხარ შეჩემა აი შათერ აილენდი რომ თავდება აი რომელი ჯობია ეხა ანუ აი ვიფლექსაო და ესეთი ვიყო თუ ისეთი აი რაღაცა და იმიტომ რომ გამომხედა ეხა სადღაც დაუშვი რომ ვაფშე არ ახსოვს ენა ის ვინ არა და გადაცემაში ყოლია უცებ ბიჭო ინგლისურ სახელებს ვერ მახსოვს ხო იცი ნათიაზე იძახი ნათიაზე ვიძახი დგიო ნათიაი ვიცი ენა ისი ძალიან ის არის ძალიან ნიშური კონტენტი აქვს უკვე რომ PvP-ზე აკეთებს და ფეხბურთი ევასება მაგასაც სხვა შორის ბაიერნის გულში სხვა შორის PvP-ში ძალიან ბევრი რეფერენსი მიხვდებოდა ფეხბურთზე როგორი საფეხბურთო ქვეყანა ვართ ეგეც მიანიშნებს რომ ერთმანეთს დისავენ ბიჭო
მახარ ბავშვები ესე ერთმანეთს დისამენ შენი იუვენტუსი შენი რეალი შენი მას ბერლუსკონი რაღაცა ძალიან მიხარია მე ვხვდები მაგ რეფერენსს ჩემთან იყენებენ ძალიან ხშირად იმიტომ რომ დავდიოდი და დავდიოდი აი სადადიო ფეხბურთზე ხო და მეც ვიცი რომ ეტყვიან და მეც მომზადებული რატო გაეში ბრატ განვითარება არ იყო ძმა მოიცა ყარა ვერ განვითარდა ბურთები აღარ მქონდა გავი კაცი წალენჯიხიდან წამოვიდა და იქ არის საფრანგეთში ჩემი დედავატი და მოიცა რაღაცა ლაინი იყო ამასე ლაივზე უსმენდით და საფეხბურთო ის იყო რა ქვია და ამდენი ხანი არ მე მითხეს საავა ჯოტია ხარო თუ ხო ჯოტია ცავა ნო და ის იყო ჩემს ვერ ხვდებოდა და მეთქი ბიჭო აზე არა ხა ეს არის ამ ფეხბურთელზე იმიტომ რომ ეს აუხსენ ჯოტია ცავა ის არ არის გახმოვანებული იყო ხოლმე კი ბატონო მეგრული შენ მეგრელი ხარ ხო მეგრული ციცი რატო არ აინტეგრირებ მეგრულ სიტყვებს იმაში რა ქვია ჩური ჩვენი არხი რომ გამოიწერონ შეგიძლია უთხრა 100.000-ზე ცოტა გვაკლია ძალიან და მეგრულად რომ მიმართო მეგრულად არა მეგრულად ჩვენი გამოიწერეთ ჩვენი არხიო თან ეს აუ არ ანგოარ მაგდენი არის არა გამოიწერე და გამოწერა რაღაცები არ გვაქვს ის არა ყოველს გარ მივაქციე და აი გონა ბიჭო გვერა ხარ შენ აი შენ რატო იღებ საკუთარ თავზე ყოველს გასაკეთებელს მეზობელი შეჭე არ აი გონა ჩემ აი რა ქენი ხა მოი ჩურმინდუ რაღაცა შეჭე ჩურმინდუ კი არა რაღაცას ნიშნავს ეგ არა რა ჩურმინდუ აი გამოწერა რაღაც იქნება გამოწერა არ არის მეგრულად რაღაც გამოწერა სიტყვა რაღაც იქნება ანუ არ გამოიწერეთ არ ვიცი მეგრულად გამოწერა რაღაც ახალი სიტყვა გამოწელვა როგორ არის გამოწერა აუ ძალიან რთული სიტყვა მაგრამ გამოწელვა იცი და გამოწერა არა გამოწელვა იმენა ვიცი 200 მოაკელი და ეგ არა მოიცაი შენ ელაპარაკე კინგ მაზიდალ არის კინგ მაზიდან ანუ შეგინება კინგ მაზიდან არა ბიჭო შეგინება ეგეთი მოგიტან გამომკაჩველი და ეგრე აგინებენ საღოლ מחარ საღოლ სიგი ხოდ გიმაიზა რაღაცა კაროჩე მაგის რა ის რეპ სიტყვები დაწერეთ მეგრული და არა კაია რაღაცა ვაფშე არ ქონია ლაინი მეგრული აი რაღაცა აუ არა ან სიტყვა აუ ისა მეგრული რეპი არსებობს კი ხო მეგრულად გარეპი ბიჭო კაი იქნება რაღაცა ძალიან ძლიერ სხვა შორის მეგრულად გეტყვი ახლა მე შენ და რომ დაიწყო უცებ და რა ძალიან კაი იქნება გასაგებს მიდი შეკითხვა რა დავსვი რა ფავორიტი YouTube პერსონა ხო აი სია რო წარმოვიდგინოთ პროცენტულად რა შანსი იყო რომ ლუკას იტყო და მე მგონი ლუკასო იტყო და ხო აი მაგრამ מחარა გასულე მე ეს გიპასუხებ ეხა მოხარჯულები რო ეთქო პირველზე იქნებოდა ლუკა აღარ აქტიურობს სოლო კუთხით უფრო ტექნიკურ რაღაც ამბებშია გადასული არ და ძალიან მაგარი იუმორი აქვს ლუკას და ძალიან ისეთი სწორ ტოჩკებში ურტყამს ხოლმე ან ძალიან კაი იუმორი აქვს ძმას გავს ბიჭო ეს კონკრეტულად რაღაცებს არ უყურებ აი იმენა ვიდეოებს რომელსაც ვთავდა უყურებ ბიჭო აი ეგეთ კონტენტი უნდა გააკეთო რომელსაც აქვს განმეორებითობის მომენტი რომ აი ხვალაც უყურებ 2 წლის მერეც უყურებ აბა ნიუსებს ხო არ დადებ ხა YouTube-ზე რაღაც ესეთი უნდა იყოს რომ რა გამოვტოვე ბოდიში არაფერი ესეთი საინტერესო შენ არიყავი და რა თქმა უნდა უინტერესო იყო ჩვენ პოდკასტი ახალი სეზონი გეგმება ეხა PvP-ს მიდის ეხა ნახევარფინალია ongoing არის აჩი სადა ბანაობ შენ ბიჭო ოიო ჰა ალო აუ შეჩემო რატო შეგვეცი რა შეუნეო ხარ ეხა მოდი აი ჩამოვიდა ცოტა კუჭუჭა თვიანი ბიჭია მოვიდა დაინახე ხო კი ეგ ვაკეთის შუნა წაიღო ზმისულო აი ძმო ნომერი მითითებულია ვისაც უნდა დაურეკო კარგი ძმაო ჩემო წარმატებული ხარ მე არ მინდა ძმო ეს წარმატებული ვარ დიდი მადლობა რომ რაღაცებს გათიშვის მე ამბობ ხოლმე და არეუნები პირდაპირ გიყურებს რა გინდა აი გულწრფე აუ ჩემი კარგი რატო შემეცი რატო აჰა ყველა მელოც რო დაემსგავსა შეამჩნიე ანუ აბსოლუტელ ერში ვინც არა ყველა მელოც რო დავამსგავსე მოდი კარგი ვორტინგი გავასწოროთ გასუქდი შენ გვალი თავი გაქვს ანუ აი ეს მაგარი გავსხებული აი ეს ხარ შეჩემა მე აი იგივე მაქვს რა
იგივე გაქვს რა? აი მეც ეს დამდგვალ. 20 წამი დაგვიმატე რომ კიდე ვიფიქროთ. ანუ მიდი კიდე რა გაქვს מחარ? ვარჯიში უნდა დავიწყო. რა ვარჯიში უნდა დაიწყო შეჩემ. აბა რა, მოვიდა. შენ ვიცი ხა, შენ ის დაგემართება რომ გაიზრდები. სხვადასხვა პირველი სეზონიდან მეორე სეზონამდე უკვე ძალიან მომატებული გაქვს. და წინაფულს. როგორც პროგრესი გაქვს, ასევე თვითონ ფლოუებში და შემდეგ. ფული რაში დახარჯი, ის მაინც გითხარი, მაგის დედა კაი, გარგეუნება რაში დახარჯი? ბიჭო, KFC-ში და PC დავითრიე და ხო, გეტყობა. აუ, შეჩემა. ეხა ამ წამს გავიგეთ, რამდენი იყოს აპრიზო. KFC-ო და ვაუჩერი იყო. ვაუჩერი იყო, даже ფულიც არ იყო. KFC-ის 100 ბარკალი და PC და ფრთები. მოიცი PS თუ ამათთან როგორ არის ახლა PC, PS, PlayStation-ია, PC კომპიუტერი? შენ საქმისთვის არ მიყენებ. არა. რა გაცინებს? რა გაცინებს? ბიჭო, რა გაცინებს შე რა არის ანუ? არა, რასე გაიცე, რაღაც შენ რა გინდა ასე გავიცი? არა, მოიცა ჩემთან სამი კაცი ვზივარ, ჩეჩემა და იცინიხა და რაზე იცინიხა? აი რაღაცაზე გამეცინა. რაზე? ბიჭო, რაღაცაზე გამეცინა რა. აი რაზე შეჩემა? ეს რატომ იკეთებ? ანუ აი რა გინდა? აუ ეს ბიჭო ვინ არის? რუსე გაგეცინა. ვაფშე არ გიცხოვრია შენ. ბიჭო, შენი პაროდიის გაკეთება რა. ადამიანებს, ანუ ყველა ადამიანს ეს ტუტორიალი სახლში შეუძლია ყველას რომ გააკეთოს დაჟე, იმდენ მარტივია. აი ესე რო აკეთებ უკვე. აი ნებისმიერ ადამიანი ესე რო აკეთებს უკვე შენ მომდიხარ თავში რომ ახარ არ უშვება რა სულ. იმიტომ რომ ეს მოძრაობა უკვე არის შენი, ჯექსონს ხო ქონდა რაღაც. აი ეს ხარ შენ უკვე შეჩემა. და არ არის მაინდა-მაინც კარგი. ეს რო შენ ხარ. თვითონ ეგ რო შენახა შეჩემა ეგ კაი. ხო, მე გითხარი მეც, მაგრამ ნუ კაი, ოკეი. ვითომ შენ მოიფიქრე, ოკეი. სტუმრის ჩართვის მიზნით ამოვიღოთ პირველი თემა. ამოვიღოთ מחარ. რა საკეთებდი აქამდე გააგზავნე. ორი კითხვა დავს. წეგან აჩქო, ამ ხელ კითხვა კითხა ის რაღაცა და პასუხი იყო რომ ბანისგან. არ ვიციო. არ ვიცი. ეხლა რა დახარჯებთ კიდე? KFC PC. ხარ. რანაირად ველაპარაკოთ? რატო გვიჟმო ტავს? ჩვენ დაგვეჭმევა ეხლა შეჩემა რომ. ხო, არა ლაპარაკებთ. ხო და სტუმარს დაუწერეთ ეგეთ კომენტარებში. ეს რა კონფლიქტები ვისთან ქონდა მითხარი ერთიო გამახსენ. აუ, ჩემი. ამას წააკითხე რა, ბევრს ლაპარაკებს. ვინც ეს ფურცელი ამოიღო წამყვანია. მოხცეთ ესა. აბა ეხლა წესვიად დასხედით. ვინც ეს ფურცელი ამოიღო წამყვანია. დანარჩენი ორი მონაწილე. თამაშობთ გჯერა თუ არას. წამყვანი რიგრიგობით ეუბნება თითო სიგიჟე ფაქტს მონაწილეებს. მათ უნდა დააფიქსირონ პასუხი. სჯერათ რომ ეს სიმართლეა ან არა. შეკითხვების ამოწურვის შემდეგ ნაკლები სწორი პასუხის მქონე მონაწილე უნდა მიიღებს. აუ აი გაიქცა. ძალიან კარგი წამყვანი ყავს სამშოუ. სწორი პასუხის მქონე მონაწილე უნდა მიიღებს ჩლუნგის სიგელს. ჩლუნგი ეგრეთია. მონაწილე უნდა მიიღებს ჩლუნგის სიგელს. ეს ალო. ეს ვის დაწერა. ნაკლები სწორი პასუხის მფლობელი მიიღებს ჩლუნგის სიგელს. მაგრამ ეხა შეხედე შეკითხვები წერია მან. ალბათ მივხვდით აჩკომ ჩლუნგში რა იგულისხმება ძალიან გთხოვ კომენტარებში მიახვედრეთ რომ ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და გთხოვთ პირდაპირ დაწერეთ შეულამაზებლად თუ რას ფიქრობთ იმ ადამიანზე ვინცაც სიტყვა ჩლუნგს იყენებს და ნუ დებილიო. ეგ არ არის מחარ ის სიტყვა. מחარ რიგრიგობით უნდა დაუსვა. და შენთან დაარჩია ვის რომელს უსვამო და პასუხი წერია მანდ. ეგ ბოლოს არ წაიკითხო რაც წერია. ბოლო ბრჭყალებში რაც წერია რა. ვისით იწყებ? ბანი. შეკითხვა ასტროლოგიიდან. შეკითხვა მედიცინიდან. როგორც იცი შენ ძალიან კარგად ერკვევი, იმიტომ რომ ბეთლსაც უყურებთ ხოლმე. შეულებრად პროქტოლოგი ხარ, შეგიძლია ადამიანს პროჩი ხელი შეუყო და ამოატრიალო. ამიტომ დაგისვით ეს კითხვა შენ. ბენზინის ხერხი, ეგრეთ წოდებული დრუჟბა. თავდაპირველად გამოიგონეს ბავშვის დაბადების ოპერაციისთვის. გჯერა თუ არ გჯერა? გჯერა თუ არ გჯერა? ანუ ბავშვი რო დაბადებული იყო დრუჟბა ამოქოქეს. მოიცა. ეს ფაქტი ნამდვილია თუ მოგონილია? ჭიპლარის გადასაჭრელად ალბათ. ხო, დრუჟბა? მაგას ვფიქრობ, მაგრამ დრუჟბა ეს რო ჩაიხვევს შიგნით. ჩაიხვევს შიგნით. არ მჯერა. რატო ეხმარები? სამწუხაროდ მართალი ფაქტი იყო შენ არასწორი ხარ. წააგე. დრუჟბა? დრუჟბა გამოიყენეს ბავშვისთვის, იმიტომ რომ გამოიგონეს
ორსული ქალი იყო, ნიუბერგში იყო ეს როგორც ჩაიფროს დამპალია. გერმანიაში თბილწყალში ამშობიარებდნენ, თუმცა ვერ იმშობიარა ამ ქალმა და მეტყევე კაცი იყო ჯეიმს დრუჟბი, რომელმაც ამოქოქვა დრუჟბა და შეიტანა და შუაზე გადაჭრა ეს ქალი. რა? დიდი ხარ, ნუ შეხედავ. არ გინდა, გაანები. მიუშვი. თქვენ ერთი ქულა დაკარგეთ და ეს ერთი ქულა კალას გადაეცა? დამისვით შემდეგი შეკითხვა. ზაფხულში პიზის კოშკი 3 გრადუსით უფრო დახრილია ვიდრე ზამთარში. ეგრე იქნება. მეტალს რა თქმა უნდა, კალა ყალეხარ არ არის სწორი. არ არის? არა. შიგა, კალა. ანუ ყველაფერი შენ უნდა შეადარო შენ ზამთარში საფულში. პირიქითაა. ესა მეტალია, გაიგე? ესა მეტალია. ეგ. რა? ზამთარში უფრო დახრილი არ არის? არ ვიცი, კალა, შენი ზამთარში და საფულში არ მინახავს. მართლა ზაფხულში მაჩვენე ხა და მე ზამთარში შევხედოთ და გეტყვი რა. ან სურათები ჩამიყარე რომ შევადარო. მესამე ბანის კითხვა. იდენტურ ტყუპებს ზუსტად მსგავსი თითის ანაბეჭდები აქვთ. კი? ვაი. და პირველი ქულა სამწუხაროდ ვერავინ არ იყო, იმიტომ არ არის ეგრე. თითის ანაბეჭდი ყველა სხვადასხვაა. აბსოლუტურად სხვა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, რომ ორი ანაბეჭდი 1968 წელს დაემთხვა ერთმანეთს სხვადასხვა ქალაქში. ერთი იყო ფერადკანიანი, მართლა გეუბნები, მეორე იყო თეთრკანიანი. ეს ფერადკანიანიც იმდენი ხანი მართლა ფაქტია, რომ მე მაგ ცალკე თამაში მაყურებელმა გამოიცნოს מחარას მოგონილი სისულელი მართლა გეუბნები. ბამბის პლანტაციაში მუშაობდა ეს ფერადკანიანი და კრეფის დროს ისე დაუზიანდა წელს. მოდი დაემთხვა 1968 წელს. ბამბის პლანტაციაში მუშაობდა 1968 წელს? ხო. ხო. ეხაც არის თქვენ ისტორიაში ძალიან ფერმები ეხაც არის შეჩემა. 1968 წელს. ეხაც არის ფერმები. რა თქმა უნდა. არის აქვს. რატო გეცინება? თუ ეს მართალი ინფორმაცია, რატო გეცინებათ? არა, წავგიქე. შეკითხვა კალას. ყლინჯის ეწ ჰალსტუხის ტარება ტვინში სისხლის მიწოდებას დაახლოებით 7.5%-ით ამცირებს. გაჩნიათ ადონზე მოიჭერა. ხო, ალბათ. არა, მაგალითად ჩემმა მეზობელმა საერთოდ შეწყვიტა სისხლის მოძრაობა. კალა, გისმენთ, გჯერა თუ არ გჯერა? ფაქტია, თუ არ არის ფაქტი. ნუ მე დილა გიკალა, ხო შეჭემა? არა, ისე გეცინებოდა შენ რომ ეს რა აბსურდიაო. რომ ალბათ დაბნევა გინდოდა ჩემი და მართალი იქნება. მართალია. წამყვანს არ უნდა იტყობოდეს ზოგადად. ბიჭო, სპეციალურად ხარა შეცდომაში შევიყვანე და მაგით მივხვდი. ბანისთან. ბანი. ტარაკნები როგორ გიყვარს? ხვლიკი? ხულიზე ვაფშე. ეხლა სხვა შეკითხვა იქნება. შეკითხვა მათემატიკა. ჭიანჭველას არ აქვს ფილტვები. ანუ რა ჩემი თუნთქავს? არ აქვს ფილტვები. არ აქვს ფილტვები? მართალია. მე ჩემე უნდა გავერკვე აქ. ბიჭო, კი წერია. ანუ ჭიანჭველას არ აქვს ფილტვები, კი. აქვს ფილტვები თუ კი? მე ბიჭო, მე რამდენი შეკითხვაზე ხარ შეჩემა? სწორზე წერია კი? არა სწორზე წერია არა. შეიძლება რომ არ აქვს ფილტვები. არ აქვს. ერთი ქულა თითო ქულა აქვს ორივე. გადავახტები კითხვას და მინდა გადავახტები. შენი საქმე არ არის. მეექვსე კითხვა დავსვა. წითური ადამიანების უდიდესი უმრავლესობა დედრობითი სქესისაა. უდიდესი უმრავლესობა რა არის? აუ, რაღაცა მოიც მაგაზე. შენ დატატოს გექნება თუ ნაჭორავები. ნაჭორფლავები. ნაჭორფლავები. რაღაცა მაგაზე მსმენია. რა. შეგაცდილობს ეხლა რა რაღაც ინფორმაცია რა მივიღე. დამპალია რა. მაგაზე მსმენია მართლა რომ ეგ არის მართალი. არ არის მართალი. არ არის მართლა, ბიჭო, რაღაცა მსმენია მაგ სტატისტიკა. აი, კიდე არ არის მართალი, ნახვი წააგე. მეშვიდე კითხვა ელვის პრესლის შემცვლელთან ბანისთან. ჭექა-ქუხილის თუ გეშინია? არა. არა. ელვა ხუჯერ უფრო ცხელია ვიდრე მზის ზედაპირი. რანაირად? რანაირად, ანუ არის, მაგრამ რანაირად. არა, ვინ გაზომა ჯერგმა, ვინ ჩაყოთითი, მაგრამ აი, დავიკიდოთ. ვაფშე მე იმის დედას ვინც თითი ჯაყო მართლა. აუ, არა. არა. ვა. თქვი ჯერტორე არა? არა, იმენა. ხო, მზე უფრო ცხელია. არა. ელვა უფრო ცხელია. წააგე.
რა გინდა? არა, წაასხა ძმაო, მე რა მინდა. წაასხა, ჯერ წაუსხელი. აუ, არ ვიცი, კითხე, მე იმად დედა მე კიდე დამიწერე. ვიღაცამ ჩამო გასინჯა იქა, დაწერა, მე აჩიკომ დაძებნა, დაწერა, всё. მართალია. პირველი ჰიპ-ჰოპ ბეთლი საბერძნეთში 413 წელს გაიმართა. ჰიპ-ჰოპთა? ჰიპ-ჰოპ. და ერთი მეშოკიზეთის ხილი იყო. ბიჭო, ჰიპ-ჰოპ ბეთლი წერია იმენა? ჰიპ-ჰოპ ბეთლი რა აზრი აქვს? მართალი იყოს, ანუ, გადავ. ჰა? მართალი იყოს. ზედიზედ მე-13 არ არის მართალი შეჭება. არა უშავს, 2-1-ია. არა, 1-1-ია. მე-9 კითხვა. პინგვინს სუნთქვის შეკავება შეუძლია 8 საათის განმავლობაში წყლის ქვეშ. თუმცა არიან პინგვინები, ვინც ყინულის ზევითაც 8 საათით დგას ესე არიან პინგვინების ჯიშები. ჯიშები არის, ხო, არ უნდა. პინგვინების ჯიშია, ეგრე ქვია. პინგვინები, ზემო აფრიკული პინგვინები. შეუძლია. შეიძლება მეტიც. მეტიც, ბაზარი არ არის, ძმაო. მალადეც. არა, შეუძლიათ. მაგარი შედეგები გვაქვს. მართლა არ შეუძლია? ასე არა ხართ ბიჭო, აი 27 წუთი მაქსიმუმ. არა, საბერძნეთზე ვიკაიფე მართლა. გადა. ჰიპ-ჰოპ ბეტლი რო ვერ იქნებოდა. გადავე შეჭება რა ხარ. ახლა შანსი გაქვს რომ მოიგო, ბოლოს შეკითხვა არის. ეხა მოვიგებ ამიდი. მე აღარ მიწევ შეკითხვა. აში რამხელა კვიზი შეადგინე ბიჭო რა. ბოლო კითხვა დღეისთვის, ამით გადაწყდება ვინ მეიგო და ვინ ვერ მეიგო. ორგანიზმში ბაქტერიული უჯრედები უფრო მეტი გვაქვს ვიდრე საკუთარი ჩვენი საკუთარი? რა? ორგანიზმში ბაქტერიული უჯრედები უფრო მეტი გვაქვს ჩვენ თუ საკუთარი ჩვენი საკუთარი? ანუ უჯრედი ბაქტერიული მართალი თუ ტყუილი როგორ ნოპა? კალა მე გეტყვი, ვერ წაიკითხა წამყვანმა. ბაქტერიული ჯერა თუ არა, რომ ორგანიზმში ბაქტერიული უჯრედები უფრო მეტია ვიდრე ჩვენი საკუთარი? რა თქმა უნდა ჯერა. არ ეწერა პასუხი. თქმა პრაბელით სხვა ფურცაზე გადახტა. სწორია. ფაქტი. სიგელი. შლონგის სიგელი დაიდოს. პაჩიკოსთვის, რა თქმა უნდა. მივიღებ მაგ სიგელს იმ ტაიპოს გამო ბანის მაგივრად გადავიდეთ შემდეგ თემაზე. არა, სიგელი არა. სიგელი. მაგის ფული შედება მაგის დაბეჭდოს. მოვიგებ. მიდი ბანი ამოიღე. დღეს მე შენ ოქროს მომენტის მოსაგებად ხო არა ხარ მოსული? სოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დრო კომაში ელენე ესპოზიტომ გაატარა. მას მძინარე მზეთუნახავი შეარქვეს. დაასახელა რამდენი ხანი გაგრძელდა ეს შორს, ვინც იქნება მძინარე მზეთუნახავი, უნდა გახდეს მომდევნო 2 წუთი. ბაზარი არა. კომაში ყველაზე დიდი ხანი რეკორდი რა არის ყოფის? სეპირად თქვა. რაღაც მოიცა ერთდროულად თქვა. ჩემი მეზობლის. არა, შუმახერა ჩემი მეზობელი. ბათუმში რო ცხოვრობდი. ზუსტად გეტყვი, რა ვთქვათ. აი, მზად ხართ? დავითვალო? დავაი, ანუ უნდა თქვა რაღაც. და რამე უნდა თქვა რა? არა, მე დავუთვლი. 3, 2, 50 წელი. 10 წელი. 10, 40, 50. ყურადღება, სწორი პასუხია 37. 37. ani წააგო. აი ეგრე ვფიქრობ. მე არ წავაგე. რატო? იმიტომ რომ ერთი აგებს. 13 წელია ხო? შეგიძლიათ მიიძინო. დავიძინო. ისეთ არ ლაპარაკობდი, ბევრ შეგიძლია მიიძინო ბანი. შეგვიძლია ყარიკით მოგეხმაროთ მაქსიმუმ. არა, გააგრძელოს ჩვეულებრივად როგორც იყო. ვაფშე ან ეს ხოვება არ იქნება. ხმავე რა მოვაღებინეთ. ეს თუ არ გადისე არ გელაპარაკება ისეც. რისი დისი? შეკითხვა სამივეს. ეს წინა გადაცემიდან ოთარ საბაშვილის 6 შეულს გადმოყვა ეს. ყველაზე ცნობილი ადამიანის ვის ნომერი გიწერეთ ტელეფონში. მაგ წინაზე ჩვენ გადააგდე. ჩლუნგის სიგელი სად არის? აქ მიდევს. დაიტოვე 2 წელი მართლა. პარკი რაც ხონდა დაიტოვე ეგ. ეხლა იქნება შეკითხვა ზვიად ციკოლიას. აუ ზვიად ციკოლია იყო ძალიან კაი სტუმარი, მინდა გითხრათ მეგობრებო და სხვა შორის ძალიან ბევრი გვიწერდა არ შეგხვიანებია. ვისაც გაინტერესებდათ არ შეგხვიანებია ბატონი ზვიადი. თუმცა მე იმედი მაქვს რომ საფთალე მომწონს ძალიან ზვიადის. რეგიონებში რო გავდივართ ისე. იქ ხალხი დაგვესწროს? კი. აუჩ. შეკითხვა ბანის. შენი აზრით ვინ არის პიუპი ბეთლის გოუთი?
ბეთლის სხვადასხვა ანუ შენ ახლა რა სლონგის მე არ მაინტერესებს ნახე ბანი მე რომ მაინტერესებს მე კითხავდი ესე ნახე ბეთლის სხვა ბანი ვინ გონია მაგრამ მე ამოვიღე ვიცი რომ flows გულისხმობ ანუ არასწორად წერია ერთსამ მე ვარ სხვა აქ წერია ეცა იკითხე ეს არის აჩიკოს კითხვები აჩიკოსთან გავარკვევთ ხა რა დავაზუსტოთ იგი ბეთლი არის სხვა პროექტი შენ უეჭველი გულისხმობ flows დიახ ბეთლი არის აკაპელა აკაპელას თუ მეკითხები პელი არის გოუთი განსხვავდება მე შეიცვალა ხო შუაში ბანი მიკროფონი გაასწორე პროსტა ბეთლი არის აკაპელა flow არის ბიცი აკაპელა არის მუსიკის გარდა გავყოთ შუაზე მაშინ ბეთლის აკაპელა არის პელე flows ბეთლის აკაპელა არის პელე მივხვდი ბეთლის გოუთი არის პელე flows გოუთი არის აჰა გონი რა ოკეი მიღებულია პასუხი მოიცა ეს აკაპელა რა არის ბეთლი რა მაგრამ ტაჰას თუ სიცხე აქ ან მივლინებაშია მე ვარ flows გოუთი მეორე ადგილზე გაუთავის ეს შენ ხარ რა თქმა უნდა ანუ რონალდო ხარ მოიცა მივლინება რა არის აჰა სამუშაობს რომ მივლინებაში მიდის ისევ არ ვარ მონაწილეო სიცხეს არა აქვს ხოლმე რა ბიჭო ვერ მე ძალიან ტაჰას თუ ძინავს მე ვარ გოუთი აკაპელა არის მუსიკა რო არ არის მარტო მე და შენს ვაკეთებთ ფუ პოდკასტში ეგრე აკაპელა ადრე რო იყო ხომე რა ეს პატარა სივრცეში გარაში რო წერდი ხო იმის მერე ხო აღარ ყოფილა ეგ არა აბა ესე იგი ხა ლაპარაკობთ ფლოუზე არის 2 სეზონი იყო აკაპელასი ხო 3 იყო დაჟე მუსიკით ჯობია ვინ მოიგეს პელე მოიგო ტაჰაჯიუნა ხო 3 flow იყო 2 იცი რა მაინტერესებს აკაპელაში ტაჰა იყო კი ორივე მოიგო ტაჰა მეორე სეზონი მანდაც ორივე მოიგო ხო მოგებულია კი ოკეი ტაჰა არის ორი სხვადასხვა წონით კატეგორიის ჩემპიონი შენ ქონდა პირველი ბეთლი სულ პირველი რაც გამოჩნდი ტაჰასთან ხო მე სხვადასხვა რო ნახე ეგ ბეთლი მე ხა არ ვარ მაგდინარეობის ესე თქვათ დიდი მიმდევარი მაგრამ ძალიან მომეწონა და მაგრა შემოხვედი ხმაურიანად რა დაჟე რაღაცა რაუნდი წაიღე ჩემი აზრით ისეთი კაი პირველზე ამბობ ალბათ აუ ძალიან მართლა ძალიან კაი იყო და აი ისო ტახასთან გაიჩნდა პირველ იმაში მაგრამ პირიქით მოგხოდა თუ აი ხო იცოდი რომ ძალიან ძლიერი კონკურენტი გეყოლებოდა კი ხო გამოიყენე ეგ რაღაც мотиваციისთვის რომ აი ხა მაგიტო იყო ეგეთი კარგი თუ ეგრე მოხდა რა თავისთავად მოხდა ეგრე რომ წავაგე ანუ მან ტახასთან წავაგებდი თუ მახარასთან რო წავაგე ეგ არის მან გარდამტეხი და არა ის რო ტახასთან წავაგე დასწრებული ყავი ჩემთან წავაგებ რა არა არ წავაგებ შენთან მე ბეთლავი როცა ეხა მოდ 15 წუთი გავიდეთ დავწეროთ და მოვიდეთ აი ბავშვების ამბიცია იწყება აი ყველა მოხუცი ეგრე ამბობდა მეორე სეზონში იმიტომ რომ ყველა ჩემზე 40 წელი დიდი იყო მე მგონი აი anyways რაღაცებს იძახე და ჩელენჯა ეხ და ჩელენჯა ახლა წამო გავიდეთ დავწეროთ მე და შენ ეხა დაგიწერ კაი იმებს რატმი კაკადუები გავუკეთე ეს გვაქვს ერთი თემა მე დაჟე არ აი მოიც რაღაც კი არ ვიბეთლავთ ვისაუბროთ თუ გინდა დაჟე არა ეგ არ მე ბას აუ ეს ვერ მოირგე აი ამით მოდი ახლოს და yes მან და პირველ ბეთლში ტახა გეუნება რომ ყვერი ხარო არა ჩემი ფანი ხარო თუ რაღაცა და ეგ რა ისტორია ანუ რატო გეუნება მაგას ჩემი ფანიაო თურმე ალბათ ყველა ახალ არტისტს ეტყოდა მაგას დიდი შანსი ანუ შენ არ იყავი ტახას გულშემატკივარი კი ანუ რაღაცა ხო არ ინფო ხო არ ქონდა თქო რომ აი ბანი არის ტახას გულშემატკივარი არა შეკითხვა ბანის რაღაც პოდკასტზე ვუთხარი რომ მეორე სეზონის ფინალზე შენკენ ვიყავი მეთქი ოკეი როდის აღმოაჩინე რომ ჰიპ-ჰოპი კარგად გამოგდიოდა და თუ აღმოაჩინე საერთოდ შევა არ აღმოგიჩენია ეს იმას არაფერს შენ შეეჯიბროთ თორე მე იღვიძებს კონორ მაგრეგორი მასში ყლერებს გადავუყუნოს ამან მაგრამ მაინც რომელ ხელს აღმოაჩინე გეცინება როგორ შეიძლება პლასტიკა ნახე ყველაფერზე რატო ეჭვიანო ბიჭო არ შეიძლება ეგრე ეჭვიანო ფარავა შეიძლება არა ეგეც ქენი ამ გადაცემაში მაგრამ მივხვდი თუ ვერ მივხვდი კიდე მივხვდი ანუ რას ვერ როდის მივხვდი 2022-ში მოიცა არა ერთს ანუ ხო ბანი ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ არაჩვეულებრივ პროდიუსერს აინტერესებს აი რა იყო მომენტი და არა თარიღი და მოდი ზუსტად საათი გვითხრა აი უყურებ ტელევიზორს სამჯივარ გადის მარიო ჩიმაროს ისა რა ქვია და იმაზე ავყევი ლაკა სამბინა და აი შენ გარეპე მაგ დროს ხო შეიძლება ეგეთღაც მომხდარიყო
არა, ანუ ესე არ ყოფილა კონკრეტული რაღაც რა პროცესში იყო. აი პირველად როდის გადაწერე, როდის დაწერე? პირველად შენით რო დაწერილის რაღაცა გაინტერესებს მე პირველად ვაფშე პირველად დავწერე ჩემს ძმაკაცთან, ეგრე გავიცანი ვაფშე ჩემი ძმაკაცი. ფოთში პარკში მითხრა მე ბეთლავეო და აგრას 10 წუთით გავედით. თუ გინდა გავიდეთ 10 წუთით. და მანდ დავწერე პირველად. 10 წუთი. ცოტა რა. ხო, თუ გინდა მე არ გამოვალ და შენ გადი მარტო. მაშინ არც მე არ გავა. 10 წუთი. არა, დასაწერად გასვლა გჭირდება და მე შემიძლია აქვე მოვიფიქრო, გაიგე? შენ გამოვთქვი. მე რა ანუ თუ არ დავწეროთ, გინდა? დავაი. მაშინ ბიტი ჩავრთოთ. ან გავრითმოთ at least. ბიტიჩე, ჩართიაჩიკო ბიტი. ჩამირთავი. ამე ჩამითე. თუ გინდა ერთი თვე ვაფშე გქონდეს მოსამზადებლად და მონოჰოლში გელოდები ძმა. აუ მეტი რა გიყო. მახა მე ბიჭო, მე დააჩიკო, დაგეხმარებ. ისეთ რაღაცას დაგიწერთ. ჯერ ბეთაზე უნდა მივიდე, სადაც შეჩემა 100 KFC-ს თამაშდება და PC. მახარას flow, მახარას ის იქნება კომპოზიცია მარტი. მაგაზე გაკეთებს. მარტი. და გამოვა და ჩემი აზრით უკვე მოგებულია, ეგ რო ჩაირთო. არა? ბარი-ბარში რო იყო ხოლმე გახსოვს? ო, აი ეგ. ან ის ბაღდათი. ბაღი. არის ძა ბიჭო. გეუბნები, ანუ მე უკვე მოგებული ვარ, ხვდები? ნახე, ლუკამ რაჭაიანთის კომენტარები და დადო, შენ რამდენი წლის იყავი მაგ დროს გამოვიწვევ. რომელ წელსა დო 17-ში. ხო. 17-ში ვიყავი 11 წელს. ანუ ჩემი ძმის ვიდეოებზე გაიზარდა გარკვეულწილად რა. ხედავ. ამისი ძმა. ზემას რო აჯვავდი და მე ლემონჯავამ რატო აჯვამო და ფეხბურთს რო უყურებდი ხე კომენტატორობა. როგორც კომენტატორი ხიდან მიცნობი. აუ, ლემონჯავაც გახსოვს, ჩემპიონი. ლემონჯავას ვიდეოს თავიდან რომ დაიწყო მე პირველი ვიდეო იყო ბენზემას გადაეფარა ესე. კი, მე მართალი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. ანუ მე გამომთხოვნდი, იმიტომ რომ ბენზემა აღმოჩნდა გოლი. Let's Play crossbar-ებს უყურებდი კიდე. YouTube-ზე. ოღონდ სანამ ამერიკაში წავიდა და თბილისში. ეგ კვარა ნიკოლოზა. კვარა და ნიკოლოზა. და ტელევიზორში თვითონ აი რა პროექტი გახსოვს? აი რამეს უყურებდი? და იუმორინაც მახსოვს. Young Mike-ზე кайფებოდი ხო რაღაცა. Young Mike-ი, ხო. Young Mike იყო რეპავდა. ნიჭიერში. აი, ვიცი. საკვირაო სკოლებიც მახსოვს. მე შემხდა ამასინად ერთხელ მოუყევი ეგ, მაგრამ კიდე გავემეორებ. ხო, მაინდა-მაინც კარგი პოკაში არ დაიბადე, სატელევიზიო კუთხით, რომ რაღაც ვგეყურებ, ჩვენ დროს კაი გადაცემები გადიოდა ხოლმე, კაი პროგრამები იყო. ჩემი და მახარას ბავშვობაში ის შემხდა TikTok-ი, რომ რაზე გავიზარდეთო, ბიჭო, ნოსტალგიაო და ქერის უბანი რაღაცა ის, აი. აუ, ბაზარია. და ეს მოწონთ, ბიჭო, იმიტომ საკუთარი ბავშვობა მოგწონს საბოლოო ჯამში რა. რა ქერის უბანი? არა, შეჭა გემონებას ხო აგლაგლა გახსოვს? არა, აგლაგლაც ხარ ვარ. მუსკულები? მუსკულებს საიდან გახსოვს? მე არ მახსოვს, მე просто იცი რომ აგლაგლა იყო აი, აგლაგლა ცუდი იყო შეჭა. შენზოდა ძმები ნოს. აგლაგლა. არა, აგლაგლა ძალიან ცუდი მულტფილმი იყო. ძალიან მაგარი იყო. აი, ჩემი აზრით 30 სამსონაძე ძალიან ცუდი იყო. სამსონაძეებიც იყო ერთ-ერთი მაჩვენე. 30 ლარად ახარ აი გიყი მთელ სერიალს ალბათ რომ გავუშვა აი და ისეთი low budget და ბანდი სერიალი იყო. მაგარი. აი რა აგლაგლაში ჩემო. ბიჭო ეს ტიპი აგლაგლა რო ერქვა, ეგ იყო ჩემი ისტორია რომ აგლაგლა ერქვა რა, მაგას ჩამოვიყიდა. აი შენ ბავშვობაში უკვე ტელევიზორში მულტფილმების ხარისხმა და ნიკოლო რა. აუ ხარისხი. არა, გაძვის და. გადიოდა ერთ. აი მიკი მაუსის მე აღარ დავანებე თავი. მიკი მაუს მე წამოვედი. პასუხი 2-ია, სური ყორია. სური ყო პასუხი სწორია, ყური 2-ია. ეგ არ იყო ხოლმე? არ ვიცი. არ უყურებდი მე და. პირველ ახსოვს რომ გადიოდა. ყური 2-ია პასუხი. ყური 2-ია პასუხი. როსთაველზე გადიოდა. სწორი. აი გაძვის და უკვე ფულის გადახდა მოითხოვეს იმას, მაგრამ დაიწყეს მულტფილმების გაშვება იაფიანი. მე ვაფშე თავისი გადაღებული უფრო იაფი უჯდებოდა ვიდრე ყიდვა. და ამიტომ გვაქვს სამსონაძეები. ინდური სერიალები მოგვაყარეს. სად არის ინდური? მოყარეს რას მიიყარე მე არ უყურებდი. უყურებდი რამე. ეს სერიალი იყო სამი დადა ბოზი ძმები. ახსოვს? ეგრე ეძახდნენ გორში? ხო. ბლანკოს ქრივი, იუდას ქალი. სამი და ინდრე. მოიცა როგორ ერქვა? სამი დადა ბოზი ძმები. კი არა, სამი ძმა და ბოზიდები, ხო. სამი ძმა და ბოზიდები. გორი იმენა გამოირჩევა, მაინც შეურაცხყოფელი სათაური მიანიჭეს. ეგრე ერქვას ეჩვა, სამი ძმა და ბოზიდები. როსაურა ევასებოდათ ხო? ბოზიდები რატო იყო? ბოზები რატო იყო? რა ხა ის გოგოები. ბიჭო, იმიტომ რომ ფული ჰქონდათ. ო,
ვერ ეთქვი ვერ. ვაფშე არ ველოდი. მე ჯერ ერთი რო ძმა რო უბერავდა და ხერხავდა, მე მეორე ძმა რას მივიდა. ესე იგი ოჯახში არეულობა. ეს მების პრობლემა არის, ხო? მარიო ჩიმარო რო თამაშობდა, ფარული უნდა ერქვა სერიალს. და მან არის მომენტი კედელი ინგრევა, ამათი აშენებული რა. აი ეგეთი სპეციფიკი, ანუ 2 წელი აშენებენ რაღაც კედელს. ეგრე მთავრდება შეჭი. აი ის კედელი რო ხო, კედელი ინგრევა. ოღონდ კედელი არის 1 მეტრიანი რა. მან ხო იცი როგორ არის? რატო ეს შურისძიების მიზნით მიდიან ეს ბიჭები, მან კედლის ასაშენებლად. და რატო იცი? იმიტომ იმ და ამათი მოაკლევინა თავი იმან. არ მოაკლევინა, ანუ იმის გამო მოიკლა თავი. აი ამ სამ ძმას ყავდა და. ხო. და გადახტა ხიდი. იმიტომ რომ ამ დების მამამ მოაკლევინა თავი. ბანი ამოიღე. ხო, იმიტომ რომ ამ თვითონ პირდაპირ არ მოაკლევინა, მაგრამ მიიყვანა თვითკვლობამდე. და ეგრე არ უნდა მიდის. მარიო ჩიმოროს პერსონაჟი ხუანი მიდის და თქვენ დედასო. გამოდის ნორმა ამ დროს თავლით და ცხენს გადაუსწრებს და მარიო წაიკითხე მოიცავა როგორ სხვა რაღაცაზე ვარ მოსული. მახარ ყალა. წაიკითხე ბანი. ხო მაღლა. გაცდიან ბჭო. შეჯიბრი მახარას და ყალას შორის ბანი მსაჯია. რეგრიგობი ჩამოთვალეთ PvP ბეთლის მონაწილეები. პირველი ვისაც ამოეწურება თავის გადისვის ვერსი უნდა დაწეროს. მეც მინდა ეს თამაში. მაგრამ კაი ხა. საკუთარ თავში დისავს მახარა. აი მაგაში ფულს გადავიხდი დაჟე რა. ვინც კი ყოფილა ვაფშე. მე აი ესე რომ იწყებოდეს მახარა და აი მე რომ მიაბა რაღაცები. მე ყველამ დამიძახეთ ეს აი რაღაც ეგრე რა. ანუ ეს ამდენ ხანს უნდა იყოს. მახარ დაიწყე. ბანი. აი შეგაჭირებულოში. აჰა. კოალა. არ არის. კოალა არა ისა შეჩემა გრიზლი. რა კოალა? გრიზლიც რეპერია ქართველი. დებგი. კოალა მართლა თქვი. მართლა თქვი. პელე. შემდეგი. კოა ჰო ლადა ომატა. ყვანია. ავიმე. აი პელე, ჯიუნა, იანგ მაიკ. მოსკა, ენაის. ტოტო. ენაის შეყარებული. აბა ეხა რა? შეყარებული და ბიძაშვილი არის. არტისტის სახელი. რა თქვი რა? ისა ბიჭო, აი დიდი სათვალეები რო ეკეთა. მე ვიცი სახელი, თუ ერყვი მაგას ვიცი. ჯიუნა. არა. ფი ჯიუნა. დაკათეც. ისა ბიჭო, ჯიუნა არ არის? ჯიუნა თქვი. 20 წამი გავიდა, 10 წამი. მოიწე ბაზარი ხა. აი მე ვაცად. ეს თვითი მოიწე ბიჭო, ყარძე ფიქრობდი. მოსკა ითქვა? კი. წააგო მახარა. რა იყავი? შო? წააგო. დათომეზი. დათომეზი ხო? ბიჭო, რა მიშობა ხო თქვი? 30 წამი. ყველა კიდია. პასტა რა 30 წამი ნახუი შეჭება. როდის დაგვიანებით რატო ჩართე დრო? დაგვიანებით თუ ჩართო უფრო კაი არ არის შენთვის არა, კაი, იმიტომ რომ აზე ვიფიქრე. ერთი ფურცელი მოუტანე რა. შენი ლუარსაფათქარიძე. კაცი ადამიანში, მახარ, კაცი ადამიანში არის ეგო რომ ბუზებს რო ითვლიან. გახსოვს ეგ ეპიზოდი? აუ, შიხო არა, რაზე უნდა მახსოვდეს აი შეჭება. ხო დაიკიდე მაშინ. მოდი ეხა მახარას დავაცადოთ ცოტა ხანი. რო ითვლიან მერე? მერე არასწორად რო იტყვის რომ 40 ბუზიაო თუ რაღაცა. გახსოვს ეგა? ხო. და 50 რო თქვა და 30 თქვა. 50 იყოს ვის არა 30 40 ბუზიაო და 40 კი 30-ო და ეხა სანამ ის ხო გაფრინდებოდნენო. ხო და რო გაფრინდებოდნენ უფრო ცოტა არ უნდა იყოს და შენ ეხა ეგრე მოგივიდა მეთქი რა. გაიგე? როგორ დავიწყო? მე ვარ ყალე. არა, როგორც გინდა. მე ვერ ჩავერევი. ყალა, მანამდე ამოიღე თემა მახარას სანამ წერს დავაცადოთ. არ ვეკომუნიკაცია ცოტა ხანი. ჩემი დედუქციით გამოვიცნობ, რომ ეს არის ასოციაციების თამაში. კარგად დააჯვი თავს შენს ხო ეხა. არ მომეწონება რაღაცა და ასოციაციების თამაში. ეს გავაკეთოთ მე. მე ვარ ნორმალური ადამიანი და კარგი კაცი და რაღაცა არა. მე რასაც მეძახი ხოლმე, მაგებს ეხა შენ თავს დაუძახებ. გაიგე? მე ვცდილობ დავწერდი იქ და. ბოდიში. მე და ბანი ვისაუბრებთ მაშინ. რა გინდა? ბანი უნივერსიტეტში თუ დადიხარ? აი. არა. არ ჩაგიბარებია საერთოდ? არა. ვიცი საით მიდიხარ?
არსად არ მივდივარ, მაგრამ არა. შენსად მიდიხარ. შენსაც წახვედი. ბიჭო, რა მაგარი, იმენა ეთერ გაკულია ყო, ზუსტად იცის ვინსად მიდის. როგორ უნდა და ანუ ძმაო, საღო, შენი თვით შეფასება მომცა, მე დღეს კაცი. აუ, შენ გაკრია თვით შეფასება. შენ თვით შეფასებას ნახავ ეხლა. შენ თვით შეფასებას ნახავ რას დაწერე ეხლა საკუთარ თავზე. ხო და რა გეგონდა სად მივდიოდი? ჯარზე ალბათ. ხო, მოიცა, მაგას უნდა შევეხოთ. კი, ეგ არ მახსოვდა მართალია. ავით მაუ. მოიცა, მაგ ისტორიას მოუყვები რა, მახარასთან დამწერს. ჩემ ლაივში გამოაცხადა რომ არ მომირეკავთ ესე. ჩემი ლაივიდან მიმართა ხავს არ მოვდივარ. კაროჩე, ბანის მოწვევა მინდოდა სადღაც 1 თვის წინ დაახლოებით რა. და ვიშკაზებული ყოფო? პირველი კომუნიკაცია შედგა მე მგონი მივწერე მომწერა და რაღაც დაახლოებით შევთანხმდით დროზე და ცოტა გვიან ნახე ბანის მოწვევა რაღაც მომენტში და ბიჭო, ერთხელ მივწერე არ მიპასუხა არაფერი რა. აბა ხო მოდიხარ მეთქი. მე მეორეჯერ მივწერე არ მიპასუხა და რა მეთქი ალბათ რა ვიცი, არ უნდა ან რაღაც. რამდენიმე დღის წინ მირეკავს ბასტო. და მოკლედ ბანისო სერიოზული პრობლემები ქონდაო ამ იმაზეო ჯარში მიყავდათ უკვე ჩააცვეს ვიშკაზე აყავდათ რა და მაგამბებში იყო და მეც გამოვლილი მაქვს ეგ ამბები და ვიცი ზუსტად რამდენი სტრესული და ეს არის რა მოგვიყევი რა მართლა მაინტერესებს ეგ ხალხმაც ანუ არა მართლა არ ვიყავი ეგ მეტაფორულად თქო მაგრამ ცოტა მაკლ ახლოს იყავი ძალიან ანუ 1 საათი აი ზუსტად ეგრე გამოძორე მეც მოგვიყევი აბა რა მოხდა როგორ გამოძორე ანუ მან ყველა ანუ მე ანუ პირდაპირ დამადგნენ რა სახში არც დაურეკავთ ხო ანუ დეზერტი იყო ტიპი და უკაცრავად ვიცი წერე რა ამას უკაცრავად ჯაში თუ შეიძლება რომ წაგიყვანოთ კიდე რეკავს მე მგონი ეხა გირეკავე არ ვიცი მოყევი რა მართლა მაინტერესებს ხო და მივედი იმაში რა კომისარიატში მივედი 3 ქართველი ზის დაუჯექი მეც რაღაცა ბიჭო თავიდან ესე მკითხეს რომ შენ რა გჭირსო ესე მეკითხებოდი და ანუ ისე მკითხა რა მეთქი აი წვერზე ნაყინი ხوار და მეც უძან შენ რა გჭირსო რავი რა მჭირს არაფერი ხო და თუ არაფერი გადიო იქით ოთახშიო და შეგამოწმებენ ანუ ყველა მოდისო და ყრუვარ და რაღაცებს მეუნებიან აკაციო რა ხო და კარჩი მან ვიღოს რაღაცას ხელი მომაწერინეს მეთქი რაღაც პროექტები მაქვს ჩაბარებული, ხელი მაქვს მოწერილი, მოურჩევი და მოვალ. ჯარში. მაცადე 3 თვე მაცადე შემოდგომას მოვალ მეთქი. ანუ მაინც შემოდგომას ხო უნდა წამიყვანოთ და მოვალ მეთქი ეხა რატომ იყავარ ქუთაისში და რატომ პარსავ რა გინდა. ხო და კარჩი აზრი არ ქონდა 5000 უნდა გადაიხადო და წამოსვლის წინ ერთ წამიო ჩემი შვილი შენი ფანიაო და დაბადების დღე ქონია და მისაულის ვიდეო ჩამაწერინა და გამიშვა. ხო და არჩე 10 დღე მოუციათ იმას რამეს თუ მოიფიქრებო იხდი მოდიხარ თუ რაღაც და ბიჭო ვაფშე არ მახსოვდა და მირეკავს რომ დღეს ბოლო დღეაო და 6 საათზე ფულს თუ არ დარიცხავო ხვალ გექნებაო სასამართლო ვა მეთქი და დეზერტირობის სასამართლო ან დეზერტი იჩტები ხო და ის იყო რომ ანუ მეთქი საცობია ბანკი არ ვიცი სად არის უნდა ვეძებოდა 7-10 წუთზე რო დავრიცხო და არაო 7-10 წუთზე არ ითვლებაო რა იმენა 6-მდეო რა აზრია რა და თელის მოგებული ფული რაც იყო გავუშვი იმაში ხო გავუშვი დაიხადე გადავიხადე სპონსორმა ჩემმა კეთილმოსურვებმა ESK მაგათმა გარშე აქ გჭირდებიო რა მოკითხვა აქედან მადლობა აქედან გადამარჩინეს რა თორე 6 საათამდე მართლა ვერ მოვიგებდი ახალ სეზონს ვერანაირად სად გაყენებდნენ ნახე מחარ აუ თან როგორ დამამშვილი შენო ვიციო მე გიცნობო შარშან ფოთში მაგარი კონცერტი ქონდათ შვილი ბავშვები მყავდაო წამოყვანილიო და თუ გინდაო რო ხელი არ შეგეშალოსო 3 დღეში ერთხელ ღამღამობით სენაკის სამამტყუპოს ყარაული იქნებიო ვა მეთქი საო მადლობა ძმო ძალიან ჩემი რა ეგრე იყო ძმო უზბეკეთში იმას ყარაულებდნენ სენაკის სამამტყუპოს და ჯარი ომი რო დაიწყო ჯარი მაგარია რო რამე არა მაგრამ თან სენაკს ეგ არ არის ჯარი ყოფს ყარაული თუ ხარ რა უსაქმური რო იყო მართლა წავიდოდი თუ მავარჯიშებენ და რაღაცეები მაგრამ ესაც მიყავდით ეგ ჯარი არ არის ეგ არის არა სხვადასხვაωρίეს ეგ ყარაული ის საავადმყოფოში ძალიან მნიშვნელოვანი ტიპია იმიტომ რომ იქ ლატონის ქოლები და რაღაცები გააქხოლმე ვიღაცას და ჭირდება რომ არა მეთვალყურა ჭირდება იმიტომ რომ იქ აპარატიდან მოხსნა ერთხელ აპარატი დაალომბარდეს და ასე შემდეგ და ეგ ხალხი ეგ ბავშვები ძირითადად ხადმავს დასული ადამიანები არ ვიცი מחარ ბავშვები იცი ხო ქურდობები დაწერე ის გამოვიყენე
და ის ხო, ნუ ეჭვი მქონდა რომ გამოიყენებ. მაგარ ბითი გინდა თუ აკაპელა? აკაპელაში. დავაი. დარწმუნებული. რა დაგიკრათ? აკაპელა. უთამოყვარე. თან იმას ვსვამ პირის გა. მე ვარ ბრავო! სათაურია? თუ რა? 10-აში მოარწყის ახალ, აი ეგეთი სიმართლე. მე ვარ მაგრამ არ ვაკეთებ ვარყალს. ვიძაბები ბევრს, მაგრამ წერწამ იმენა სახეზე გაქაფარებული და ვერც ერთი კამერი და ვერ გხედავ. მე აუ ენთუზიაზმი და მე ვარ ლედავი. რა? კარგად რა. სიხარულით ხო? ხო, აბა რა. ბიჭო, აუ. რა ხარა გავხნევოთ? ხმაური შევხნე, მაგრამ არ ვაკეთებ ვარყალს. არის მის ეგრე, რაც ხმადაბალი ხმაური რო შევქონდ. მე ვარ მაგრამ არ ვაკეთებ ვარყალს, ვიძაბები ბევრს, მაგრამ არ ვბამბავ. ფული მაქვს, აგებულია ტყუილზე, საბოლოო ცხოვრება დამაგდებს. აზარია. ეს გეუბნებოდა გავიდეთო წეღან. აგაურით მე ბოდიში. ბულია. ხო, შენ. ზე. ვანი რო შეგვიფასო როშია 10 ქულიდან დაუწერ. რამდენს დაუწერდი? ყალა შენ შეაფასე შინაარსი და არა. ბანიმ შეაფასე. სიმართლე ეწერა. ნახდათ, რასაც ვერ ვიტყვი, ვერ დაუყავ გიორგი. ძალიან საინტერესო არტისტი ხარ, მინდა გითხრა, ძალიან საინტერესო. ყველაფერი გამოგდის. მე მიყვარს შენში აი ეს სიმართლის მარცვალი, რომ ყოველთვის გაქვს. ვიდეო ბამბავ რა ვორთქლე იყო, ვერ გავიგე. ზაიგე მარტო. მაგას არავინ არ მიხდის. ამიტომ ვიძაბები და ბამბავ. მე მინდა რომ ლაინები ჩავაანდა. მე მინდა პატარა მონაწილეები, ვინც ხართ მომავალი PvP გამომსვლელები, მოიმარჯვოთ ახლა კალამი და ფურცელი და ჩაუждეთ მონიტორებს, ცისფერ ეკრანებს და გიორგი მახარაშვილის გახსოვთ ალბათ ეს ბუმბერაზი 1968 წელს რომ ბამბის პლანტაციაში მუშაობდა, ეს ადამიანი რომელიც ბამბის პლანტაციაში მუშაობს, წერდა აი ამ სტროფებს, მე წაკითხავ და ერთად ჩავაანალიზოთ, რას გულისხმობდა ავტორი. მე ვარ აქ არანაირი მეტაფორა არ არის, მეგობრებო. ეს არის პირდაპირ უხეში ნათქვამი. მე ვარ ლე. ესე ქვია თვითონ ამ ლექსსაც. მე ვარ ლე. კი ბატონო. მაგრამ არ ვაკეთებ ვარყალს. აბა? თუ მიხვდებით, აი საიდან არის? ეს არის ძალიან ნაფიქრი, შორს ნაფიქრი. ეს არის მეგობრებო ვარყლის გამკეთებელს ადრე ერქვა מחარა. და ამიტომ რომ მე არ ვაკეთებ ვარყალს. მე מחარეები. ხო, კი ბატონო, მე מחარს ერქვა, მე ვარ გამოვიდნენ ესე. ვიძაბები ბევრს, მაგრამ არ ბამბავ. ეს არის ბამბავ არის, მოგესმენთ ბამბის პლანტაციაში იყო დაწერილი ეს და მაგრამ არ ბამბავ ეს გულისხმობს იმას, რომ არ ამ ბამბებს რო კრებ, არ მეპენტება. აი, ხელში ისე მიჭირავს, არის ბამბება ეს რა, ანუ არის ძენძება. ბაზარია. ბამბაგაი, გეთ თქვენ, პირდაპირ ნიშნავს ბამბაგაი. არა, აი, ეხა მეორე ამბობს, ხო, მეორე ისიც აქვს ამას. არ ბამბავ, შეგვიძლია გავიგოთ ბომბორდირო კროკოდილოს კუთხით, რომ არ ბომბავ, ხო, ანუ ვიძაბებს, მაგრამ ანუ კი იზაბება ის თვითონ, მაგრამ ამაში არ გამოიხატება ეს. ამ ბომბებს, რასაც ისვრის ისე გვესვრის, ეს ბამბები ვითუნა მივიღოთ, იმიტომ რომ ის ამაში არ გულისხმობს ძალიან მწარე გაკვეთილებს. ის გულისხმობს რბილად, უბოროტო დაკეთებს ამ ყველაფერს. ფული მაქვს აგებულია ტყუილზე. ეს არის საკუთარი თავის დაცინვა, კი ბატონო, მას ძალიან მიმგონია. კი ბატონო, აგებულია ტყუილზე. საბოლოო ცხოვრება დამაგდებს. მეგობრებო, ეს მიმდინარეობა ზოგადად, რაც 1968 წელს מחარამ გამოუშვა. ამას ქვია ავტოპორტრეტი. ამას ქვია მიმდინარეობა, რომელიც მოკვდა იქვე. ანუ ამას ეს რითმის მიმდინარეობა ეხლა შიფრავენ სხვათა შორის ნუმეროლოგები და ესენი რა ქვია, შიფრავენ სხვათა შორის ეხლა მაიას ტომების დახოვებულია რა მაიას ტომების ისინია გასაშიფრი და ეს ნაგლეჯიც იქიდან წამოვიღეთ და რა იგულისხმობ მანაში და ხომ არ არის ესეთ რითმა რასაც ჩვენ ვერ ვიგებთ ჯერ
ანუ იმიტომ რომ აქ რითმა არ არსებობს. ნახეთ, მე ვარყლე, მაგრამ არ ვაკეთებ ვარყალს. ვიძაბე ბევრს, მაგრამ არ ვამბავ. აი ეს არის რითმაში. მაგრამ მე მოდის ფული მაქვს აგებულია ტყუილზე, საბოლოო ცხოვრება დამაგდებს ყლეზე. ზე და ზე. არის ვერსია, მეგობრებო, ასევე ჩაიწერეთ, მეგობრებო, არის ვერსია, რომ ეს საერთოდ არ არის ლექსი. ეს უბრალოდ მოთხრობაა. იმიტომ რომ აი ამ ვარყალმა და ბამბავმა ცოტა გააჩინა ვერსია, რომ ეს იყო flow და ეს იყო დაწერილი რითმისთვის. მაგრამ როგორც უყურებთ მე, სავარაუდოდ ეს არის მოთხრობა. მაგრამ აღარ გძელდება სამწუხაროდ. დიახ. თან თუ გინდა 5 სტროფიანია, 5 ხაზიანია, მეგობრებო, 5 სტრიქონიანი, ჰა? სკვილად არის. არა, 5 სტრიქონიანია და ძირითადად 4-იანებია ხოლმე. და მახარამ შემოიღო ესეთი ძალიან საინტერესო. დღეს გექნება დავალება გაშინა არსება, მეგობრებო, კომენტარებში დაგვიწერეთ, რაც გულისხმობდა ის სამაში. ნუ თუ ჩვენ გვეჩვენება რომ მე ვარყლეს პირდაპირ გულისხმობდა, იქნებ სხვა რამეა. არ მინდა ვიფიქრო რომ ამის დამწერი 1968 წელს ბამბებს რო აგროვებდა, ამას ფიქრობდა, ისაც თავის გაჭირება ჰქონდა, მეგობრებო. ბიჭო, მანდ ვაფშე. მე გადავცემ ჩემს სიტყვას ახლა ასოცირებულ პროფესორს PvP Flows გამარჯვებულს, რომელიც მოვიდა დღეს საგანმანათლებლო სისტემიდან, თუ რა გაქვია მაგას და ის გვეტყვის ერთ-ორ სიტყვას, რას ფიქრობს ტექნიკურ ნაწილზე რა. ტექნიკურ ნაწილზე. მოდიოდა ხოლმე, ხო? ტექნიკურად რამდენად გამართული არის? და ტექნიკურად ანუ ვერაფერს ვერ დავუწუნებ. პირველი 3 სეზონი აკაპელასი? ბიჭო, ეს მე მგონი რა ვიცი. მე ვარყლე არის ტიპი. ანუ მე ჯალამბრე, მე ვარყლე. ანუ თავის თავზე არ მგონია ეთქვა. თავის თავზე არ იქნება. მე ვარყლე იქნება. მე მგონი მაგაზე, რა ვიცი თვითონ რატო არ გვეუბნება. თვითონ და სამწუხაროდ არ დაიტოვა და ჩვენ ვშიფროთ ახლა. მე ვარყლე არის ტიპი. არა, მე ვიცნობდი თვითონ. ჩემი აზრით, მახარ რომ გარდაიცვლება, უფრო დაფასდება ეგ. კი, ეს ლექსი დაფასდება, აუცილებლად. ეს ლექსი დაუფასებელი იყო სულ. მე მინდა მეგობრებო, დავალება მოგცეთ, ბავშვებო, არ მინდა რომ ეს ერთადერთი ეგზემპლარია. მე მინდა სიკველი რომ დავწეროთ ამის გაგრძელება. თვითონ, იმიტომ რომ რაღაცები დამაკლდა ამ ადამიანის შემოქმედებიდან, გაცილებით უარესი ადამიანი იყო და ცოტა რამ წერია მასზე. დაახო 7-8 სტროფი მაინც კიდევ ითხოვს, მახარას ცხოვრება ითხოვს, რომ სიკველი კონდეს ამ ყველაფერს. მოიცე, ხო. აი, დასტური მეგობრებო. ხალხმა დაწეროს და ავტორს წავაკითხებთ პატრონს თვითონ. დაგვიწერეთ გაგრძელება მეგობრებო კომენტარებში. და ჩემ ნახატზე ის რაღაც 1500 ლარს რო იხდიდით. ეგ პროექტი რატო ჩავარდა? ეგეც მაინტერესებს აჩიკო. არა, ეს 1500 ლარს იხდიდით კი არა. ის ნახატ საერთოდ აღარ არის გაქრა. მოიპარეს. ეგ და ლუკას კრანახი მოიპარეს. ის 90-იანში. სხვათა შორის ხო კამერები ვნახეთ მე და მაგარი ის ოპერაცია ჩაატარეს. ეგ წაიგო. ვინ მოიპარა? მე ავიზახე და მოიპარეს შეჩება. ჩემი ნახატი. თოკებით ჩამოვიდა. შენი არა, ჩემი, შენ ბიჭო შეხვა. შენ შექმნილია. ეხა ესეც შენია, მაგრამ შენ აღარ გეგს ხალხის არის უკვე ეს. შენ მიეცი, აჩუქე, ხალხურია უკვე. ეს ლექსი საიდან დაგვიტკიცებთ რომ ეს ლექსი თქვენზეა? დიახ. იმიტომ თავს სათაურს თუ შეხედავთ. ოჩა, აი, მეგობრებო, ერთადერთი დასტური, სათაური ნახეთ როგორ იწყება? მე ვარყლე, აი. და ვინც წაიკითხავს აბსოლუტურად აი, ყოველ გადაკითხვაზე რაღაც ახალს პოულობ. წარმოუდგენელია, ძალიან დიდი იყო ის. აუ, ბაზარია. ეს როგორ მარტო ერთი რაღაცათო დაწერა. მარტო ერთი რამ გვაქვს? შოთა რუსთაველის პორტრეტი არ გვაქვს, მეგობრებო, და ამ ადამიანის სხვა ლექსები. აი, ამაზე თუ მოთხრობთ თუ რაც არის. მაგრამ ძალიან ღრმაა ის. მე არ ფული მაქვს აგებული, აი, რას გულისხმობდა ამაში? რა ფული ქონდა ბამბის პლანტაციაში? ანუ რა ფული უნდა ქონოდა? მათრახებს ურტყავდნენ დღე-დღე. ეს ხო ფული მაქვს, რაღაც სხვა ხომ არ არის ეს. და საბოლოო ცხოვრება დამაგდებს რა ისედაც დაგდებულ ადამიანი ყვება თან ამას და რას გულისხმობდა როგორ მე ამას წავიღებ მეგობრებო სახლში და გავაშინავს ვინც ვერ მიხვდით ეხლა სერიოზულად ვიტყვი აბა გიორგი დავიწერ ისევ მე ამ ნაშრომ არა მას ამას ვქია ჩაგვიანალიზეთ სატანო გიორგი ჩაგვიანალიზეთ
სხვა შეს გიორგი არის გარდაცვლილი შთამომავალი და თვითონ რასაც ოჯახი როგორ გადმოგცემთ ამ ლექსს ამას ქვია ალეგორიული წინწა. ალეგორია თქვენ მაინც ეს ბიჭო რა გინდა ვერ გავიგეში ანუ ამას რამე ქვია ანუ ჟანრს რაც ქვია ალეგორიული წინწკლი წინწახი. ანუ ახალი ჟანრია კალო კიდევ უფრო წმუნდები რომ სათაური ძალიან კარგად არის შესწავლილი ალეგორიული წინწახი ალეგორიული წინწახი რა ეს არის ალეგორიული გრაგული გამახსენდა ეხა გაიგინა მაგაზე მე ჩემი აზრით კიდე კარგი რომ შენ და ბანი არ გახვედით 15 წუთის თორე მე წარმომიდგენია აი რომ შემოდიხარ და მე ესე რომ იწყებ მადლობა უკვე მოგებული ბანი მადლობა გაგემშვიდობებით მეგობრო შენ გადაცემა დასასრულს მივახვალ და ასოციაციების თამაში შეჩემ ხო გახსოვს ის ხო ბანი მიდი გამოვშვი ასოციაციების თამაში ბავშვთან მაგვიანდება მალე პროსტო სიტყვა უნდა ვთქვა? შენ უნდა თქვა სიტყვა და ესენი უნდა დაემთხნენ ერთდროულად უნდა თქვან ვითომ არის ასოციაცია ეხა მინიშნებებით ვითამაშოთ PvP flow-ან რაღაცა ფურცელი რაღაცა თქვი ფურცელი მილანი რა მილანი კაი დაივიწყე კალა დაგიწვით დაუბლოკო მინიშნებები რაღაც თუ მიხვდები რაღაცას ანიშნებენ და როგორ და ბლოკ ხო და სიტყვა უნდა თქვა ახალი სიტყვა არა რა თუ მიხვდები რა კონკრეტულ სიტყვას ანიშნებს ის სიტყვა უნდა თქვა რომ დაუბლოკო და ვეღარ იტყვიან დაივიწყე კალას ვერ ამბობ კალაძე უნდა ეთქვა კაი და დავგითვალე დაუთვალე სამ 1 2 3 იტალია შენ რა თქვი მე აწეზე ვერ დაგიბლოკო რამე არ გითქვა ამ ჩეკმა საფეხბურთოს ხო არ იტყოდა ის ბიჭო მილანზე იტალიას იტყოდა გეოგრაფია არ იცის თუ რა შემდეგი სიტყვა მაგრამ უფრო დაკვირვებით უნდა იყო იმიტომ რომ მიანიშნებს აზრი არ აქვს ბანი მიდი 1 თესლა დაიჭა ისე ჩამოიფარას სიო მოიცა ბიჭო რას მithული მართლა თავის თავს კეჩუპი არც სამდე დაიჭა დავაი 1 2 3 მაიონეზი ეს ძალიან მარტივი იყო ბანი ანუ მაგაზე არა მე მგონი შენ წააგებდი ეხლა მოიცა კიდე არა კიდე ხადე იქ რომ ახასთან რომ წააგებ მე დაგინიშნო ბეთლი თავიდან აქ ეგრე არ არის წააგე დაგემშვიდობებით ოქროს მონეტა ვერ მოიგე ბანი ჰა კიდე გამოვისტობთ ამ გადაცემას ყველა გადაცემაში არის ორი კითხვა მინიმუმ ყველა სტუმარის თავს და აბსოლუტურად ყველა ჯერზე ვიცნობთ ხოლმე რა ამიტომ რანაირად მიდი ერთი კიდე აი 1 ნუ იტვლე ხო არა ჩემთვის ალეგორიული წინწახი აი ეს იყო ალეგორიული წინწახი საკუჭნაო ხო დავაი მახარ დავაი მე დათვალე 1 2 3 კუჭი აბა რა ბიჭო აბა მიდი კიდე დაგემშვიდობებით მეგობრო ბავშვი მყავს ბაღიდან გამოსაყარი მიდი ბავშვი თქვა ეხლა მე მართლა არ მეგონა ეს კარგი ადამიანი ძალიან კარგი ადამიანი გამოდექი ოქრო კაცი ხარ წარმატებებს გისურვებ ბავშვი ყველაფერში იმიტომ რომ ძალიან მიხარი ახალგაზრდა თაობა რომ ალეგორიულ წინწახში წინ მიდის კი და დიდი მადლობა რომ ძალიან კარგია ჩვენ მალე სამთვეში ჩვენ სამშობლოსაც ემსახურებით დიდი მადლობა